ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროგრამას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდებს სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 23 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. გუნდური სპორტის სახეობების შემთხვევაში აუცილებელია კონკურსანტი იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი ან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენი და ჰქონდეს მაღალი სპორტული მიღწევები. ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ემსახურება პირველ რიგში სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ერთგზის ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონის, ღირსების ორდენის კავალერის ვიქტორ სანეევის სახელის უკდავყოფას. ჩვენთვის საამაყო ადამიანის უკდავყოფას. და რასაკვირველია, საქართველოს ეროვნული ფედერაციებისა და აფხაზეთიდან დევნილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაში მცხოვრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების 17-დან 23 წლამდე სპორტსმენების გამოვლენას, მათ მხარდაჭერას და წახალისებას სტიპენდიის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 23 წლამდე მაღალი სპორტული შედეგის მქონე სპორტსმენებს სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სახეობებში. როგორც ინდივიდუალურ სახეობებში, აგრეთვე ასევე გუნდურ სახეობებში. გუნდურ სახეობებში ითვლება ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, წყალბურთი და ასე შემდეგ. შემოსულ განაცხადებს განიხილავს კომისია, 5-კაციანი კომისია. თითოეული განაცხადის განხილვა მოხდება ღია წესით, შემდგომ უკვე გამოვალენს კომისია 12 გამარჯვებულს, 12 სტიპენდიანტს. და სტიპენდია დაინიშნება 10 თვის განმავლობაში 300 ლარის ოდენობით. განაცხადების ატვირთვა შეიძლება როგორც აფხაზეთის მთავრობის პორტალი აფხაზია gov.gz-ზე, ასევე პირადად უნდა მოიტანონ თუ ვერ შეაქვს ესე პორტალზე თუ ვერ მოხერხდა ატვირთვა დოკუმენტების, უნდა მოვიდნენ უზნაძის 68 ნომერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 13 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.